უბრალოდ მოკლე განცხადება მინდა გავაკეთო გიჩთან დაკავშირებით. დღეს არ არის თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა, დღეს არის გიჩის გეგმის პრეზენტაცია, რომელიც დაკავშირებული არის 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებთან. პირველი რაც მინდა თქვა არის ის, რომ გიჩი არ აპირებს ხარი დაუჭიროს არც ერთ არსებულ კანდიდატს, თუმცა ჩვენ არ ვიჯერა რომ რომელი მათგანი აპირებს ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენ ვიზიტებდეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. მეორე გიჩი არ აპირებს გაერთიანებას არანაირ ბლოკში, რაც პარტიასთან იმას დაკავშირებით ბევრი კითხვები ისმოდა ჩვენი მიმართულებით. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას და მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატ დასახელებას, გიჩი აპირებს დაიწყოს 25,000 ხარდამჭერის ხელმოწერების შეგროვება. მონ განსხვავებით სხვა პარტიებისგან, როგორც სინაკეთები ტრადიციულად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ხარდამჭერების ხელმოწერების გაყალბებას, ჩვენ ვაპირებთ რეალურად შევაგროვოთ 25,000 ხარდამჭერის ხელმოწერა და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევაგროვოთ 25,000 ხელმოწერას, ამ შემთხვევაში გიჩი მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ჩვენ ამ არჩევნებში ჩავერთვებით სრულფასოვნად, მათ შორის ცხადია გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატიც. ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, რომ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, თუ ვერ შევაგროვოთ 25,000 ხარდამჭერის ხელმოწერას, ამასაც გამოვალდა საჯარო თვითმფრინავით, რომ ჯერ გიჩისთვის ადრე არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ჩვენ გავაგზავნებთ კიდევ მუშაობას და მონაწილეობას მივიღებთ მაშინ, როდესაც გვეყოლება საკმარისი ხარდამჭერი. ვინც თვალყურს ადევნებდა გიჩის საქმიანობას ბოლო 1 წლის განმავლობაში, მე მგონი ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენ დავადასტურეთ ეს არაერთხელ, რომ იმისათვის, რომ რაღაცა ბრძოლაში იყო, რაღაცა ბრძოლა მოიგო, სულაც არ არის აუცილებელი, რომ დღეს თანამდებობა კონკრეტულად კონტესტ უნდა ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მისმედი არჩევნების თანამდებობა მნიშვნელოვანია ზოგადად საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის კონკრეტული ტრიბუნა იმისათვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი იდეები და ვიბრძოლოთ იმ იდეებისთვის, რა იდეებისთვის აქამდეც ვიბრძოლით. ანუ კიდევ ერთხელ შევაჯამო, რაც შეეხება გიჩის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ თუ მივიღებთ მონაწილეობას, მივიღებთ ხოლმე დამოუკიდებლად და მივიღებთ ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ შევაგროვებთ 25,000 ხარდამჭერის ხელმოწერას. დიდი მადლობა, სულ ეს არის იქაც მინდოდა. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ბოლომდე არ გადასტურდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ